გადმოათხია მდივნიდან თმით და თავი ატყობლა მეტლახს. ის შედეგადაც კვიჭა შეეკრა, ფოტინი დაიწყო თაზო. მაშინ უკვე რაღაც ცოტა თარისა. უკვე მოკვდა რა. შენ იქ აკად კითხილველი ხარ უკვე? ეს ვერონიკა კაპანაძეა, ახალგაზრდა ქალი, რომელმაც 22 წლის თაზო მთიულიშვილის სასტიკი მკვლელობის და წამების ფაქტს საკუთარი თვალით უყურა, მაგრამ არც პოლიციაში და არც სასწრაფოში არ დარეკა. ცოცხალმკვდარი მეგობარი კი საბოლოოდ საქმის ფიგურანტებთან ერთად ორთაჭალაში ამ ბინაში ჩაკეტა. ტერიტორიიდან კი მკვლელთან და თანამზრახველებთან ერთად მიიმალა. აღიარებითი ჩვენება ქალმა პოლიციას მხოლოდ 2 დღის შემდეგ მაშინ მისცა, როდესაც დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ვერონიკა კაპანაძემ სამართალდამცველებს უთხრა ისიც, რომ 22 წლის თაზო გიორგი იგივე გოჩა პაპაშვილმა მოკლა. წინააღმდეგობას არ უწევდა თვითონ ის თაზო? არა, მხოლოდ ესე ხონდა ხელი. მეტი არ ხელი. როგორ მივიდით მე რომ ის გარდაცვლილი იქნება ისე ცოცხალი? მე მივედი. და არც უთქავდა და ცხურზე რომ მივედე, არც მაღაზია არ ქონდა რეაგირება. შემდეგ გადააფარა მის გადასახლებელი სახლი ჩავკეტეთ კარები და წამოვედით რაგვარი გაკოჩა. რომ ვითომ თავში წაიქცაო რა აბარჩი. უ შეუწყდა რაღაც ეგეთიო. ეგრე ვთქვა თუ რა? ეგრე თქვით. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის გიორგი პაპაშვილი ახლა ძებნილია. 36 წლის კაცი თამაზ მთიულიშვილის მკვლელობის შემდეგ საქართველოდან გაიქცა. შაბათის გუნდმა კი დაადგინა, რომ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მანამდე 3-ჯერ იყო ნასამართლევი და წესით ახლაც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ციხეში უნდა იჯდეს. თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი პაპაშვილი დაწესებულებიდან პროკურატურამ საპროცესო გარიგების საფუძველზე გამოუშვა. გიორგი პაპაშვილი გასამართლებულია 2020 წლის 18 თებერვალს 353 მუხლის პირველი ნაწილით თეთრი წყაროს რაიონულ სასამართლოში საპროცესო შეთანხმების საფუძველზე. მიესაჯა 5 წელი თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი 4 წელი 73 და 74 მუხლებით პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით. დამატებით სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარი. რისთვის იხდიდა სასჯელს მკვლელობაში ბრალდებული პაპაშვილი წარსულში და როგორ დატოვა ციხე ვადაზე ადრე. ამ თემაზე პროკურორს სასამართლო დარბაზში არ უსაუბრია. ლევან ვეფხვაძემ დამალა, რომ პოლიციელზე თავდასხმისთვის გასამართლებული პირი ციხიდან მისივე უწყების მიერ გაფორმებული საპროცესო გარიგებით გამოვიდა. პროკურორი აპელირებდა მხოლოდ იმაზე, რომ ბრალდებული ადრე რამდენჯერმე ნასამართლევი იყო. ის რაზე საუბარიც პროკურატურას არ სურს შაბათის ეთერმა გაარკვია. მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ გიორგი პაპაშვილი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით სოფელ კოდაში 2020 წელს დააკავეს, როდესაც ერთ-ერთ სამართალდამცველს თავს დაესხა და სამსახურებრივი ფორმა შემოახია. პაპაშვილი მაშინ გაასამართლეს, მაგრამ ციხე 1 წელიწადში პროკურატურის შეღავათების საფუძველზე დატოვა. საპროცესო გაუფორმეს და 4 წელი პირობითი მსჯავრი დააკისრეს. ამ ინფორმაციას გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მკვლელობაში ბრალდებულის დედაც ადასტურებს. ჩემი შვილი ნასამართლევია, ჰქონდა პირობითი სასჯელი. დააკავეს თეთრი წყაროში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით, მაგრამ საპატიმრო დატოვა. პირობითი სასჯელის ვადა დაასრულა 4 დღის წინ. ადრე ჰქონდა პრობლემები ნარკოტიკებთან, მაგრამ ბოლო დროს კარგად იყო და აპირებდა საზღვარგარეთ წასვლას. როგორ დატოვა ციხე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა საპროცესო გარიგებით მკვლელობაში ბრალდებულის დედამ შაბათის ეთერთან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. ლეილა დეკანოიძესთან შაბათის ეთერი სოფელ კოდაში ჩავიდა, სადაც ის თეთრი წყაროს მერიის ოფიციალური წარმომადგენელია. ქალბატონო ლეილა, გამარჯობა. მე მარიამი ვარ გაფრინდაშვილი. თქვენი შვილი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით რომ იყო დაკავებული, თქვენი გავლენებით გამოუშვეს ციხიდან? ბრალდებულის დედა არც სამსახურში დაგვხვდა, მაგრამ საჯარო უწყებაში კამერების გამოჩენას მისი თანამშრომლების აგრესია მოყვა.
შეგიძლიათ მითხრათ, სად არის ქალბატონი ლელა? ქალბატონი ლელა არ ბრძანდება. სად იმყოფება? არ შემიძლია ამ თემაზე ლაპარაკი ახლა. არ მაქვს არანაირი სურვილი. მე ვიხართ. მე ჟურნალისტი ვარ, ტევ. მე არ გასცნობთ როგორც ჟურნალისტად არც ტელევიზიად არც მოგცემთ ინტერვიუს. ავალდებულია რომ შენ ახსნა განმარტებები მოხსნით ოპერები და ვითხარი ვიხარ როგორ ახსნა განმარტებები როგორ მოგმართოთ ბატონო? როგორ და კარგად არა რა სვაში უნდა გახოვინოთ აქედან არ გაწყო რა უნდა ქნა გახოვინოთ აქედან საერთოდ შენი საქმე რა მქვია მაშინ კულტურა ეხლა დაკლეც გაგიკეთებ შენ რა მქვია და როგორ თქვენ არ არსებობთ თქვენი ტელევიზია პაპაშვილის მიერ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი ახსოვთ სოფელ კოდაშიც, სადაც უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული პაპაშვილი წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. გიორგის ადრეც ჰქონდა პრობლემები. კი, ციხეში იჯდა და პოლიციელზე თავდასხმის დროს იჯდა. ხო, აი ჩვენ მეზობელსა პაგონები დააგრიჯა. რატო? არ ვიცი შვილობა, მე რა ვიცი დედა. პოლიციელს და ეს დააგრიჯა პაგონები და რაზე და რა მოხდა ვერ გეტყვით შვილო, არ ვიცი და. და როგორ გამოვიდა მერე ციხიდან? პირობითა და 15-ში გაუხდა და მოიხსნა ეს პირობა და მე რა ვიცი მე 15-ის მერე არ მოუხდა ეს ამბავი. ხო. რა იყო ქალბატონი? ჩხუბი იყო. ანუ ჩხუბი იყო და პოლიციელი მივიდა და წერა. გიორგი პაპაშვილზე ახლა საქართველოშიც და თურქეთშიც ძებნაა გამოცხადებული. მასთან ერთად ეძებენ 30 წლის ბაირამ ალი გუსეინოვსაც, მეშაურმეს, რომელიც პროკურატურის მტკიცებით თაზო მთიულიშვილის მკვლელობის ფაქტს 20 წლის ლუკა გვენეტაძესთან, 21 წლის ვერიკო კაპანაძესთან და 20 წლის საბა რობაქიძესთან ერთად უყურებდა, მაგრამ დანაშაული დაფარა და ქვეყანა სარფის გავლით მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილთან ერთად დატოვა. გუსეინოვის და პაპაშვილის კვალზე გამოძიება ჯერ ვერ გადის. გახმაურებული მკვლელობის საქმეზე კი ახლა მხოლოდ 3 პირია დაკავებული. ყველას დანაშაულის დაფარვას ედავებიან და ბრალდებულებს შორის არის ვერიკო კაპანაძეც. მე ძალიან არ მიდოდა პოთოში წავლა, იმიტომ რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და ბაირამა მეუბნებოდა ვერავინ ვერ წავა სახლში, მაგრამ ჩვენ საზღვარზე არ გადავალთ. იძულებულები გავხდით და წავსულიყავით. რა მოხდა მკვლელობის დღეს ორთაჭალაში? 22 წლის თაზო მთიულიშვილი წამებით, მისივე დაბადების დღეზე მოკლეს. თაზო საბურთალოზე ერთ-ერთ საშაურმეში მოლარედ მუშაობდა. ამავე ობიექტზე იყვნენ დასაქმებულები, მისი მკვლელობისთვის დაკავებული 3 პირიც. მათ წლობის ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებდათ. შენ ფუნქცია აქვს, რა მოყევდა მოლარები ხარ. ხო, ყველა თანამშრომელს თან კარგად ვარ, ხო, დავუახლოვდი რა, თაზოსანაც კარგი ურთიერთობა მქონდა. ეს დაკავებული საბა რობაქიძეა. მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ საშაურმეში დასაქმებული სამეგობროს მშვიდი ცხოვრება თავდაყირა. 2025 წლის 1 იანვარს დაწყებულმა რეკეტმა დააყენა, როდესაც ობიექტზე გოჩა, იგივე გიორგი პაპაშვილი გამოჩნდა. ბაირამა მითხრა, რომ გოჩა უნდა გაგაცნო რა. თქვენთან არ მუშაობთ? 36 წლის კაცი აქ დასაქმებულ ახალგაზრდებს შავი სამყაროს წარმომადგენლად გაეცნო და უთხრა, რომ თუ მშვიდად ცხოვრების და მუშაობის სურვილი ჰქონდათ, ქურდული საერთოსთვის ფული ყოველთვე უნდა გადაეხადათ. იმისთვის, რომ ეგრეთ წოდებულ ოფშიაკში ფული ხელფასიდან არ გადაეხადათ, გიორგი პაპაშვილმა მათ სქემად შესთავაზა. მომხმარებლებს, რომლებიც საშაურმის საფასურს ნაღდი ფულით იხდიდნენ, სისტემაში არ ატარებდნენ. დღის ბოლოს კი ფული გოჩა იგივე გიორგი პაპაშვილთან მიჰქონდათ. როდესაც მომხმარებლის დისკაში პროგრამაში არის წინაშე კი მაგას ვაწოვი და პროგრამაში არ ფიქსირდება, რომ ეს რა პროექტი ახლა ვაფშე არსებობს. ეს ვინ აგიხსნა? გოჩა. ანუ შემოგთავაზა, რომ ფულის მოპარვა შესაძლებელია, შენ ფული მოიპარე და მე გამიყავიო. ხო, და მაგის ამოსულთო შენ ფული გაქნებოდა პლუს ამას მსურგი გაყოლება ისე იქნება, რომ შენ არავიდან შეგეხება მე მოვალო და მოილაპარაკე ხო. ანუ პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ შენ უსაფრთხოდ იქნები, ვერავინ ვერაფერს გეტყვის და რაღაცა ესე დაგიფარავო. ჩემი ფაროლების ქვეშ იქნები, ეგრე გამოდის. საზოსაც ელაპარაკე, საერთოდ გარდაცვლილი ვინც არის. ხო, მაგას ელაპარაკე რაღაცა ეს იმასე და თაზოსაც იგივე შესთავაზა? ხო. გოჩა, იგივე გიორგი პაპაშვილი, რომ საშაურმეში ეგრეთ წოდებულ ოფშიაკს აგროვებდა და თანამშრომლებს ატერორებდა, ეს საგამოძიებო უწყებას ვერიკო კაპანაძემაც დაუდასტურა. გოჩას აკვალებდნენ ამას. ზედამხედველი იყო, რავი, კაი ბიჭია.
წამანძილოვი. საშუალოში არ მუშაობდა, ხო, გოჩა? არა, არ მუშაობდა, კაი ბიჭია. ხო, ანუ და მაგიტომ მქონდა ფული. ფაველობის ქვეშ იყო მათი ესე გამოდის და აჰა, გავიგე. საშაურმე ოლდბურგი, სადაც სავარაუდოდ ეგრეთ წოდებული ოფშიაკი გროვდებოდა, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე 51 ნომერში მდებარეობს. მისი მფლობელი რეესტრის მონაცემებით გიორგი ბექაურია. ახლა შაბათის ეთერი ამ ობიექტზე იმის გასარკვევად მიდის, ვისი დავალებით მიიყვანეს ობიექტის ეგრეთ წოდებულ ზედამხედველად გოჩა პაპაშვილი და არ ეკეტებდა თუ არა მათ ბიზნესს შავი სამყარო. გამარჯობა, გიორგი ბექაური აქ არის? როგორ დავუკავშირდა ბატონო? ეს რეკეტი დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ პასუხი არაფერზე არ გვაქვს, გამოძიება მიმდინარეობს და იგი პასუხები ყველა. ობიექტად წავს ეგრეთ წოდებული ზედა. საშაურმის მფლობელი დაიმალა. გახმაურებული მკვლელობის საქმეზე კი თანამშრომლები არ საუბრობენ, თუმცა შაბათის ეთერის ინფორმაციით თაზო მთიულიშვილის მკვლელობაც სწორედ ეგრეთ წოდებული ოფშიაკის განაწილებას მოჰყვა. გოჩა პაპაშვილი მთიულიშვილის მუშაობით უკმაყოფილო იყო. ეჭვი ჰქონდა, რომ მოკლულს მასთან მოპარული ფული სრულად არ მიჰქონდა. ეჭვობდა იმასაც, რომ თანხის მოპარვის ამბავი მოკლულმა უფროსობას მიუტანა. ეს გაუჩნდა გოჩას თაზოზე რა ეს რა მაგალითად მე რო ყოველდღე 400 მიხანდა და მაგას 250 მიხონდა ეს ამასომა სიყვაზე ვიწახე ხარ თანხას ხო რომ მაგალითად შეფო აკეთებ 400 ეს როტო ვერ აკეთებს 400-ან 350 რაღაც რა ხო და მაგთან გამომდინარე ეჭვი გაუჩნდა რომ ეს რა სვან ჩვენ ფულს ვიტეხავს რა და მე შეგვეცება რომ სულ წავედით თაზოს დაბადების დღე იყო რაღაცა აღნიშნეთ დავდიეთ ამ ეგრეთ წოდებულ ფინანსურ დავას მოყვა გარჩევა 18 თებერვალს ორთაჭალაშიც, კალანდაძის 12 ნომერში, სადაც მკვლელობაში ბრალდებული პაპაშვილი ცხოვრობდა და სადაც იმ დღეს საშაურმის თანამშრომლები მან მოკლული თამაზ მთიულიშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად შეკრიბა. მირეკავს გოჩა და ბარიანმა. გამოდიოთ თაზოს დაბადების დღე აღნიშნავთ, რომ მეთქი კარგი მეთქი. დავედით იქ ვიქეიფეთ, ჩვეულებრივად ჩაი არა დღე, ნუ არც ბეზან ბევრი არ დავგირებია. შევედი ოთახში დავიძინე. გოჩა შემოვიდა და მეუბნება რომ ვიყავდი ფეხზე. მეთქი რა ხდება გოჩა რა მოხდა? ავდექი ფეხზე და ეს გოჩა უყავს თაზოს ჩვეულებრივად მდივანზე იჯდა და გოჩა უყავდა ხელებს, ოღონდ ცილასაც დიდა რა. სახეში. ესეთი არაფერი არ ყოფილა. რამდენჯერ გააკეთა? სამჯერ. და მე უთხრა ის რომ რატო ჩაგუში სიტყვიერ დაპირისპირებას მალე ფიზიკურიც მოხვა. 36 წლის გიორგი პაპაშვილი თაზოს უმოწყალოდ ცემდა. დაარტყმა თავი მეწახზე. ერთხელ თუ რამდენიმეჯერ ჭიჭა შეეკრა თაზოს. მე და საბა მივარდით უცებ ხან კოვზით, ხან ხელებით, თან თითებით, რა ვერანაირად ვერ ბოლოს ამოუწიეთ და ამოისუნთქა. მაგის მერე დამოუკიდებლად შეეძლო საუბარიან ადგომა გადააყენა. არა, მაგრამ იმას ურძნობდი რომ სუნთქავდა რა. სუნთქავდა, მაგრამ უკონტაქტო იყო. კი, უკონტაქტო იყო. მისაღებ ოთახში თაზო მთიულიშვილმა პირველი ცემის დროს გონება რამდენჯერმე დაკარგა. ის საძინებელ ოთახში გაიყვანეს, თუმცა დაკავებულების ცნობით პაპაშვილმა მისი წამება იქაც გააგრძელა. დავაწვინეთ დიმაზე მივყვანეთ, დავაწვინეთ, შემდეგ კიდე დაუწყო ჩხუბი. ვერ რეაგირებდა ხელები ესე ქონდა. სასტიკი წამების კვალს 22 წლის თაზო მთიულიშვილის სხეულზე ეს ფოტოებიც ადასტურებს. მას მრავლობითი დაზიანებები მთელ სახეზე, კიდურებზე და თავში აქვს მიყენებული. სისხლშაქცევები აქვს მთელ სხეულზე. ექსპერტების მიერ გადაღებული დაზიანებების ამსახველი მასალა უმძიმესია. კიდე რომ უნდა ჩაყვა მივაწექით რაღაცა მეთქი გაჩერდი აღარ გინდა რა ცოტა არის ცუდად არის ხო და ბოლოს და ბოლოს ეს წლის გავაჩერეთ მაგრამ უკვე გვიანი იყო სადღაც 1 საათი ალბათ ისეთი იყო რომ სუნთქავდა და ისო კარგად არის რაღაც მე შემდეგ ის რო გარდაიცვალა რომ უკვე შეწყვიტა მაგაზე ისეთ ჩოქს ჩავარდი და პროექტ ვერაფერზე ვარ ფიქრობ ისე გათიშული ვიყავ საბოლოოდ 36 წლის გიორგი პაპაშვილმა ცოცხალ მკვდარ თაზოს ბოლო დაზიანება ბოსტნეულის ამდაფით მიაყენა. თავში ხის საგანი დაკავებულების ინფორმაციით რამდენჯერმე გამეტებით ჩაარტყა. 22 წლის ბიჭი გაითიშა. დაფები რო არის ხალხის რაღაცების საჭიროა. ხო, ის ხის დაფები როა მაგას გულისხმობ. ხო. და ეგ გადაერტყა.
თაზო მთიულიშვილის წამების ფაქტს მისი მეგობრები და ახლა უკვე ბრალდებულები საქმის მასალების მიხედვით მინიმუმ 2 საათის განმავლობაში უყურებდნენ, მაგრამ არც ერთს არც პოლიციაში დაურეკავს და არც სასწრაფო დახმარების სამსახურში. ყველა ახლა თავს იმართლებს, რომ გოჩა პაპაშვილის ეშინოდათ და ტელეფონებიც ჩამორთმეული ჰქონდათ. ეხლა ითხრეს მანამდე რატო არ მოხვედით პოლიციაშიო, მაგრამ მანამდე ვერ მოვიტყვით, იმიტომ რომ ესე გითხრა მე მანამ დავრეკავ, მანამდე ვერ მივხვდით პოლიციაში. სასწრაფოზე რაც შეეხება, ვაპირებდით დარეკვას, მაგრამ გოჩას კარები ჩაკეტილი ჰქონდა და ჩვენი ტელეფონები ჰქონდა. როგორ თქვენ ტელეფონი? ანუ ვერავინ ვერ დარეკავს, რა მე ტელეფონი გამომართვებინეს. გამორთული ქონდა თუ გოჩამ გამოგართვა? გამომართვებინა. გოჩას თხოვერე მეთქი, აი იქიდან თხოვერებად მეთქი ძალიან ვთქვათ, თუ ვინმე ისეთი თუ ყავს, რომ მიხედოს რაღაც ყურადღება მიაქციოს, თქო ვისაც ეს მისას ყველაფერი თქო, არ უნდა უარაფერიო, კარგად იქნება, ასე მითხრა. რომ გეტყვათ კიდე არა კი როგორ არა ცუდად არის? ხო, რა აზრი არ ქონდა, პასუხი უარი იყო. გეშინოდათ გოჩასი თქო დინამდება გაგიძიეთ და უშტ. ჯუხაფეში და სამი ხეის მოსული თემოდი აქ და ყველაფერი მონაყოლი მექნებოდა. ქვეყნის დატოვება სასტიკმკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს რომ თავიდანვე განზრახული ჰქონდა რამდენიმე გარემოება ადასტურებს. მას შემდეგ რაც უკვე სავარაუდოდ გარდაცვლილი თამაზ მთიულიშვილი სახლში გარედან ჩაკეტა კოდაში წავიდა. დედას უთხრა რომ საზღვარგარეთ მიდიოდა. მობილური დაუტოვა, ფული გამოართვა და ბრალდებულებთან ერთად ტაქსით ბათუმში გაემართა. სარფის საზღვარზე კი გუსეინოვთან ერთად გადავიდა. სარფში იმყოფებოდნენ ვერიკო კაპანაძე და საბა რობაქიძეც. ისინი თბილისში დაბრუნდნენ, თუმცა პოლიციაში არც ამჯერად დაურეკავთ. გამოყვებილ რო გითხვა? ხო, რაღაცა დაიჟინეს, რომ გინდათ რა უნდა წამოხვიდე. ეშინდათ რომ რაღაც თავში წავშე არ გადავწყვეტებოდა და არ მოსულიყავით, მაგრამ ანუ აქ რომ მოსულიყავით სიტყვაზე ვიძახი და ჩაგუშვა და ეგენი ვერ წასულებდა. ხო, ანუ მაგის კონტროლის ქვეშ რომ ყოფილიყავით ეს პერიოდი სანამ გადავიდო და თავი დაიძვია. მაგას გულის ხო? თუ სწორად გავიგე. ხო. საკვარი ეს რა, ამრად საკვარი გაკოჩა. რა გითხრათ? ვითომ თავში წაიქცაო რა, короче. უშევწუხდა რაღაც ეგეთიო. ეგრე ვთქვათო, თუ რა? ეგრე თქვითო. უშობ თუ სიმართლეს ვიტყვითო? ცუდად საკითხად საქმეა რა. გითხრა? თქვენც ჩაპოზდებით რა, თქვენც ბოზებით ნებთ. ანუ ვინ უზენაში ჩავაგდო რა, ნამოსი შეგვაგდო რა. დაკავებულები ახლა თავს იმართლებენ, რომ პაპაშვილი მათ მკვლელობის ფაქტის დაფარვას აიძულებდა და აშანტაჟებდა. თუმცა ფაქტია, რომ საგამოძიებო უწყებისთვის მათ არც მაშინ მიუმართავთ, როდესაც ქვეყანა გიორგი პაპაშვილს უკვე 2 დღის დატოვებული ჰქონდა. ადვოკატები ამბობენ, რომ ისინი სისტემატიურად ტერორის ქვეშ იმყოფებოდნენ. არასდროს არ დამავიწყდება მე საბა რობაქიძის მდგომარეობა დროებითი მოთავსების საკანში. რას გულისხმობთ? ეს იყო უმძიმეს ფსიქოემოციურ მდგომარეობაში. პრაქტიკულად ის არ იყო ადეკვატური იმ მასალებით, რაც სახელმწიფომ დადო. იყო პერმანენტული, საკმაოდ მიზანმიმართული, ფსიქოლოგიური და სხვადასხვა სახის ზემოქმედებით ფორმები გამოყენებული, რომ საბოლოო ჯამში ემართა როგორც საბა, ისე დანარჩენები ჩემის ღმერთმენით. პირველ რიგში რომ მივმართეთ პროკურატურას, რომ ჩაატარონ თვითონ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და რამდენად არიან ესენი ტანჯვის ქვეშ და იქნებიან აუცილებლად თავად დაკავებულები. დაკავებულებს გულისხმობ და მათ შორის ხა მე ვიცი ჩემი კოლეგისგან რომ დანარჩენ 2-ზეც გააკეთა ეს ყველაფერი. მაშინ, როდესაც ბრალდებულები თავის გადარჩენას და დანაშაულის ჩაფარცხვას ცდილობდნენ, 22 წლის თაზოს ცხედარი ამ დროს სახლში ორთაჭალაში ჰქონდა ჩაკეტილი. ალბათ ეს საქმე დიდი ხნის განმავლობაში გაუხსნელი იქნებოდა, რომ არა ერთი გაუთვალისწინებელი ფაქტი. მოულოდნელად თბილისში გიორგი პაპაშვილის დედა დაბრუნდა. კარი გააღო და ქალს სახლში საზარელი სურათი დახვდა. სახლში შვილიშვილთან ერთად მივედი. კარი რომ შევაღე დავინახე, რომ იატაკზე იწვა ადამიანი და ჰქონდა ზეწარი გადაფარებული. ვიყვირე ჩემი შვილი მეგონა, მაგრამ როდესაც გადავხადეთ, ჩემთვის უცხო მამაკაცი იყო. შოკში ჩავვარდი და დავრეკე პოლიციაში. კალანდაძის 12 ნომერი ქალის შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში პოლიციის ალყაში მოექცა. ადგილზე მივიდნენ ამ დროს ბრალდებული ვერიკო კაპანაძე და საბა რობაქიძეც. ისინი ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს და მალევე ყველაფერი აღიარეს. დაპარაკებას ვაპირებდით დედამისთან რა. მაგრამ ვერ მივედით, იმიტომ რომ თქვენები დაგხვდნენ და წამოვიდით ეგრევე გასაუბრებაზე ვიყავ. ვერ შეხვდით? ვერ.
დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულებს ახლა 7 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ, თუმცა გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული ბრალი მკვლელობის თანამონაწილეობისთვისაც დაუმძიმდათ.